წინა გრანდიოზულ ღონისძიებებთან შედარებით 2026 წლის ყოველწლიური გამარჯვების დღის აღლუმი მოსკოვში საკმაოდ მოკრძალებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ კვლავ იხილა ტანკების ჩვეულებრივი კოლონები, რომლებიც წითელ მოედანზე გადიოდნენ, ეს ყველაფერი უჩვეულო პერსპექტივიდან ვიდეო ეკრანზე ნახეს. მიზეზი? დრონები. უკრაინული დრონები რუსული დედაქალაქის მრავალფენოვან საჰაერო თავდაცვის სისტემაში აღწევენ და რუსეთს აშინებდა, რომ ისინი თავად აღლუმის დროს დაარტყამდნენ. მაისის შუა რიცხვებში დრონებმა სონიცინოგორსკის ნავთობის ჩატვირთვის სადგურს მიაღწიეს, რის შედეგადაც ქალაქს შავი კვამლი გადაეფარა. იმ ქალაქს, რომლის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 4 წლის განმავლობაში თავის მოქალაქეებს ართმუნებდა, რომ უსაფრთხოდ მიუწვდომელი იყო. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სამრეწველო ობიექტად ითვლება, დაზიანდა. მოსკოვის აეროპორტებში ასეულობით კილომეტრის რადიუსში ყველა კომერციული ფრენა კვლავ თითქოს უკვე მეასედ შეჩერებულია. რობერტ ბროუდი, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, ინდილით სოციალურ ქსელში 6 სიტყვა გამოაქვერნა. მოსკოვი ამიერიდან აღარასოდეს იძინებს. დაფიქრდით ამაზე. უკრაინა, ქვეყანა, რომელშიც რუსეთი შეიჭრა იმ იმედით, რომ ერთ შაბათ-კვირაში დაიპყრობდა, ახლა რუსულ დედაქალაქს სურვილისამებრ უთხრამს. და ამასაც კი დასავლეთის მოწოდებული თანამედროვე სარაკეტო სისტემების გარეშე აკეთებს. არა, ამას აკეთებს დრონებით, რომლებიც ბევრ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე $1000 იღებს, მაშინ როცა ისინი გადაუჩებიან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელთა ღირებულება ათეულობით მილიონია. რუსეთის მთავრობამ პასუხად თავად თავდაცვის სამინისტროს სახურავზე განათავსა პანცირ-1-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვები დანადგარები. რუსეთის სამხედრო ძალაუფლების ცენტრი ახლა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემას პირდაპირ როგორც ჩაფხუტს, ისე ატარებს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში ვერასდროს გაიმარჯვებს. როგორ მივედით აქამდე? მარტივი პასუხია: დრონები. დიახ, დრონებზე ბევრს ვისაუბრებთ, მაგრამ დრონები მთელ ამბავს არ წარმოადგენს. ნამდვილი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, არ უკავშირდება არც ნატოს, არც სანქციებს, არც დასალურ იარაღს და არც უკრაინელების სიმამაცეს. თუმცა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ნამდვილი მიზეზი ბევრად უფრო მარტივია. რუსეთმა ეს ომი დაგეგმვის ეტაპზე წააგო, სანამ ერთი ჯარისკაციც კი გადაკვეთდა საზღვარს 2022 წლის 24 თებერვალს. მან წააგო ერთი კატასტროფული შეუქცევადი შეცდომის გამო. რუსეთი ზედმეტად თავდაჯერებული იყო და როცა მიხვდა რამდენად ცუდად იყო ყველაფერი, გამოსწორების ფანჯარა უკვე დახურული იყო. ამიტომ დღეს დეტალურად განვიხილავთ, როგორ მოხდა ეს. დავიწყებთ იმ ომით, რომელიც რუსეთს ეგონა რომ ებრძოდა. გავივლით დოქტრინას, რომელიც ბრძოლაში გამოიყენა, თუმცა მას საფუძვლიანად ვერ მიხვდა. და შემდეგ მივყვებით შედეგების ჯაჭვს, მოსკოვზე დრონების იერიშებამდე, რომლებიც პირდაპირ გაუმდინარეობდა თავდაჯერებულობის იმ პირველადი ცოდვიდან. იმის გასაგებად რა არასწორად წავიდა, უნდა გაიგოთ რას ფიქრობდა სინამდვილეში რუსეთის ხელმძღვანელობა, როცა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ეს იყო მთელი კამპანიის ოპერაციული საფუძველი. რუსი ლოგისტიკის დამგეგმავებმა ეს დოკუმენტირებულია. მომარაგების ჯაჭვები ისე მოამზადეს, რომ კიევი 10 დღეში დაეკავებინათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ნიშნავდა მთელი უკრაინის დაპყრობას. ვარაუდობდნენ, რომ როგორც კი რუსული ძალები დედაქალაქს მიაღწევდნენ და უკრაინის მთავრობა დაეცემოდა ან გაიქცეოდა, წინააღმდეგობა გაქრებოდა და დანარჩენი 2014 წელს ყირიმში განვითარებულ მოვლენებს დაემსგავსებოდა. შედეგად ტანკებს საწვავი გაუთავდათ და ჯარისკაცებს საჭმელი. არა იმიტომ, რომ რუსული ლოგისტიკა განსაკუთრებულად არაკომპეტენტური იყო, არამედ იმიტომ, რომ მთელი სისტემა აგებული იყო სწრაფ კარბენზე და არა მარათონზე. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? რუსულმა სამხედროებმა დეტალურად დაგეგმეს, უბრალოდ არასწორი ომისთვის, და ამ გეგმამ ყველაფერი გამოავლინა. ზედმეტი თავდაჯერებულობა, უკრაინული წინააღმდეგობისადმი უპატივცემულობა და რაც ყველაზე საბედისწეროა, ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება. ის ძალა საკმარისად დიდი იყო ხმაურისთვის, მაგრამ სრულიად არასაკმარისი რეალური გამარჯვებისთვის. დოკუმენტურად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავდა პლანეტაზე, როდესაც მან შეჭრა დაიწყო. 100,000 მოქმედი სამხედრო, 1000 ტანკი და ჯავშან მანქანა, ავიაციის ძალა, რომელსაც უფრო მეტი თვითმფრინავი ყავდა ვიდრე თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანას დედამიწაზე. ჰიპერბერგერითი რაკეტები, ბირთვული იარაღი, წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი. მხოლოდ ციფრებით თუ იმსჯელებთ, უკრაინას არანაირი შანსი არ ჰქონდა ამ ყველაფერთან კონკურენციის. და რუსეთმა ეს არ გამოიყენა. თავდაპირველი შემოჭრის ძალა დაახლოებით 150,000-დან 190,000-მდე ჯარისკაცს შეადგენდა. ეს მნიშვნელოვანი რიცხვი იყო, მაგრამ არა ის უზარმაზარი ყველაფრის დამანგრეველი ტალღა, რომელსაც გამოიყენებ, როცა მართლა სერიოზულად აპირებ 40 მილიონზე მეტი მოსახლეობის ქვეყნის დაპყრობას. შედარებისთვის, შეერთებული შტატების კოალიციამ დაახლოებით 700,000 ჯარისკაცი განათავსა ქუვეითის გასათავისუფლებლად ერაყისგან 1991 წელს ქვეყანაში, რომელიც უკრაინის ზომის, მოსახლეობისა და სამხედრო შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია.
როგორც ჩანს, რუსეთის დამგეგმავებმა შეხედეს ამ რიცხვებს, შეხედეს უკრაინას და გადაწყვიტეს, რომ ამას მისი მეოთხედით შეძლებდნენ. იმ ვარაუდით, რომ კიევი დაეცემოდა მანამდე, სანამ სერიოზული წინააღმდეგობა ორგანიზდებოდა. უკან რომ შევხედოთ, არ იქნება სამართლიანი თქვათ, რომ რუსეთის სრულიად გიჟური იყო, როცა ფიქრობდა, რომ ამას შეძლებდა. 2014 წელს რუსეთმა კრიმი რამდენიმე დღეში მიირთა, თითქმის ყოველგვარი სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე. და იმავე წელს აღმოსავლეთ დონბასში რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ადგილობრივი პროქსების, ფარული სამხედრო დახმარებისა და კიევში არსებული პოლიტიკური ქაოსის კის კომბინაციით ორი გამოყოფილი რესპუბლიკა შექმნეს. ამ ყველაფერს არ დასჭირვებია უზარმაზარი ძალის გამოყენება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ უკრაინა მოულოდნელად აღმოჩნდა და საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლაში იყო ჩართული. დოქტრინულ შეცდომასთან ერთად ასევე არსებობდა მნიშვნელოვანი სადაზვერო ჩავარდნაც. რუსეთის სამხედრო დაზორვამ, გრუმ და ასევე ფესაბემ, როგორც იუწყებიან, ორივემ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის სურვილი როგორც დაბალი. ამის ნაწილი უბრალოდ იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის სადაზვერო ქსელები უკრაინაში ოპტიმიზირებული იყო პოლიტიკური ინფილტრაციისა და ეკონომიკური ზეწოლისთვის და არა სამხედრო მორალისა და საბრძოლო მზადყოფნის ზუსტი შეფასებისთვის. ამის ნაწილი შეიძლება განზრახ დამახინჯებაც ყოფილიყო ანალიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ პუტინისთვის ცუდი ამბების მიწოდება პროფესიულად სახიფათო იყო. ნაცაღმდა ყოფილიყო მიზეზი, შეფასება იყო ასეთი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გაიქცეოდა. უკრაინის სამხედრო ნაწილები დანებდებოდნენ და მოსახლეობა რუსეთს ისე მიესალმებოდა, თითქოს ისევ საბჭოთა ერი იყვნენ. ყველაფერი ეს კატასტროფულად მცდარი აღმოჩნდა პირველ 62 საათში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებმა რეკრუტირებების ოფისები გაავსეს. სამოქალაქო პირებმა მოლოტოვის კოქტეილები დაამზადეს. ზელენსკიმ, როგორც ცნობილია, უარი თქვა ევაკუაციის შეთავაზებაზე. ფსიქოლოგიური კოლაფსი, რაზეც რუსეთმა მთელი ოპერაცია ააგო, უბრალოდ არ მოხდა. არც ერთი გეგმა არ გადარჩება მტერთან პირველ შეხებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ კოლექტიურად და ჯიუტად გადაწყვიტოს აწყვიტა არ დაემორჩილოს მას. როდესაც გეგმა A არსად მიდიოდა და გეგმა B არ არსებობდა, ომის გამოფიტვაზე გადასვლა პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. ზუსტი მიზეზი თუ რატომ ვერ შეძლო რუსეთის დაზორვამ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება და შეიძლება ითქვას ომის დაწყება, ის იყო, რომ უკრაინა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამისთვის მხოლოდ რუსეთს უნდა უმადლოდეს. 2014 წლის შემდეგ უკრაინა იდეოლოგიურად დასავლეთისკენ დაიწყო სვლა, მაგრამ ამასთან ერთად ნატოსაც მიუახლოვდა თავისი ძალების მოსამზადებლად. ეს ნიშნავდა 8 წლიან მსოფლიო დონის წვრთნებს, დასავლური აღჭურვილობის მიღებას და დონბასის ომში გამოცდილი ვეტერანების მონაწილეობას. შედეგად მივიღეთ კამპანია, რომელიც ფანტაზიაზე იყო აგებული. რუსული ძალები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევდნენ წინ. ჩრდილოეთიდან კიევისკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ხარკოვისკენ და სამხრეთიდან ხერსონისკენ. ამან მათი უკვე არასაკმარისი ძალები უზარმაზარ ფრონტზე გაანაწილა. იმ ვარაუდით, რომ არც ერთი ამ მიმართულებიდან სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეხვდებოდნენ და რომ უკრაინული წინააღმდეგობა დაიშლებოდა, როგორც კი დედაქალაქს საფრთხე დაემუქრებოდა. როდესაც უკრაინულმა ძალებმა მათ წინსვლას სასტიკად შეაჩერეს ჰოსტომელის აეროპორტში, რომელიც თავდაპირველად კიევის საჰაერო გზით დაკავების მთავარი კარიბჭე უნდა ყოფილიყო ოკუპაციის პირველივე დღეს, ოპერაციის მთელი ლოგიკა დაირღვა. ამან პირდაპირ გამოიწვია ცნობილი 40 მილიანი ტანკების კოლონები, რომლებიც ახლა გაჩერდნენ, რადგან ომის პირველი ოპერაცია საშინლად წარიმართა და რუსეთს უკან დახევა აღარ შეეძლო, რადგან ამისთვის არასდროს ჰქონია გეგმა. 2022 წლის 1 აპრილისთვის, სულ რაღაც 5 კვირის შემდეგ, რაც ოპერაცია 3-დან 10 დღემდე უნდა გაგრძელებულიყო, რუსეთი მთელი კიევის ოლქიდან იხევდა უკან. მან მთელ სამყაროს აჩვენა, რომ მისი სამხედრო ძალა იყო ქაღალდის ვეფხვი, რომელიც კორუფციაზე, არასაკმარის მომზადებასა და საკუთ დაუმუთარი დაუმარცხებლობის შესახებ 10 წლეულობით შექმნილ ინსტიტუციურ მითებზე იყო აგებული. მაგრამ აქ არის მთავარი საკითხი და სწორედ ამას ეხება ვიდეოს დარჩენილი ნაწილი. კიევიდან უკან დახევა არ იყო რუსეთის ზედმეტი თავდაჯერებულობის პრობლემის დასასრული. ეს იყო მხოლოდ პირველი და ყველაზე თვალსაჩინო შედეგი. უფრო ღრმა შედეგები ჯერ კიდევ სისტემაში ვრცელდებოდა. და ამისთვის ისე უნდა ჩაუღმავდეთ რუსეთის სამხედრო დოქტრინას. ან უბრალოდ იმას თუ როგორ გეგმავდა ომების წარმოებას ზოგადად და ზოგადად. რუსეთის სამხედრო დოქტრინა მის თანამედროვე ფორმაში პირდაპირ მემკვიდრეა საბჭოთა ღრმა ბრძოლის თეორიისა, კონცეფციისა, რომელიც 1920-დან 30-იან წლებში შეიქმნა. ძირითადი იდეა ელეგანტური იყო და ეფუძნებოდა იმას, რომ მტრის ხაზების წინა მხრიდან უკანა მხარეს გარღვევის ნაცვლად ერთდროულად უნდა დაესხა მტრის მთელ სამხედრო ძალას. ეს მოიცავდა წინა ხაზს, რეზერვებს, ლოგისტიკას და თუნდაც სარდლობის ცენტრებს, რათა ყველგან ერთდროულად შექმნილიყო კრიზისები და მტერს ვერ შეძლებოდა ერთდროულად ყველაფერზე რეაგირება. პრაქტიკაში ეს მოითხოვს უზარმაზარ კოორდინაციას საჰაერო და სახმელეთო ჯარებს, სარდლობასა და ლოგისტიკას შორის. მისი არსებითი პრინციპია, რომ ყველა ბრძანება მოდის ზემოდან და გადანაწილდება სადლობის ჯაჭვში ცვლილებების გარეშე. მაგრამ ამ მეთოდს ერთი კატასტროფული სისუსტე აქვს. ის მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ შენი სადლობისა და კონტროლის სისტემა ფუნქციონირებს. თუ ბრძანებები არ გადადის, სარდლები ვერ ესაუბრებიან ერთმანეთს. ან ტაქტიკური დანაყოფები კარგავენ კავშირს ოპერაციულ შტაბთან
მთელი სინქრონიზებული მანქანა ჩერდება. და აქ ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი უპირატესობა, რომელიც უკრაინამ ამ ბრძოლაში შემოიტანა, თავს იჩენს. უკრაინა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო 1991 წლამდე. მისი სამხედრო ოფიცრები გაიზარდნენ საბჭოთა დოქტრინის ფარგლებში და სწავლობდნენ საბჭოთა სამხედრო აკადემიებში. როცა რუსეთმა დაიწყო შეჭრა, უკრაინა ებრძოდა მტერს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მტერი იმავე წესებით თამაშობდა, რასაც თავად უკრაინა იყენებდა სულ რაღაც 8 წლის წინ. და უკრაინამ სრულად მოერგო ახალ ვითარებას. 2014 წლის შემდეგ და განსაკუთრებით 2016 წლიდან ნატოს უშუალო მითითებებით, უკრაინამ მიზანმიმართულად გადაამზადა თავისი ოფიცერთა კორპუსი, საბჭოთა სტილის სარდლობისგან ნატოს მისიის სარდლობ ძველ საბჭოთა მოდელში, რომელსაც რუსეთი დღემდე იყენებს, ბრძანებები მკაცრად ზევიდან ქვევით გადმოდიოდა და დაქვემდებარებულმა სარდლებმა ეს ბრძანებები მინიმალური გადახრით უნდა შეასრულონ. სისტემა შექმნილია ისე, რომ მართვა ზემოდან ხდებოდეს. უკრაინამ განზრახ და არღვია ეს მოდელი. მან თავისი ასეულის და ბატალიონის მეთაურებები მოამზადა ისე, რომ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები მტრის განზრახვაზე და იმ მომენტისთვის ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაზე დაყრდნობით ზემოდან ნებართვის ლოდინის გარეშე. ის კონცენტრირდა ისეთ დანაყოფებზე, რომლებიც იზოლირებულად მუშაობდნენ, სწორედ იმიტომ, რომ მათ ამის გაკეთება მოუწევდათ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში ამან უკრაინული ძალები ბევრად უფრო გამძლე გახადა რუსეთის ელექტრონული ომისა და სიგნალების დაზვერვის ოპერაციების პირობებში. რუსეთის ჩამქშობის შესაძლებლობები შექმნილი იყო იმისთვის, რომ დაეტყა საბჭოთა სტილის არმიის ცენტრალიზებული საკომუნიკაციო არქიტექტურისთვის, სადაც არსებობდა ერთი ბრიგადის ქსელი, რამდენიმე ძირითადი კვანძი და პროგნოზირებადი რადიოსიხშალეები. დეცენტრალიზებული ძალის წინააღმდეგ, რომელიც მცირე კვანძების მეშვეობით მოკლე დისტანციებზე კომუნიკაციას ამყარებს, ეს ინსტრუმენტები ბევრად ნაკლებად ეფექტური გახდა. მაგალითად, უკრაინელი მცირე დანაყოფების მეთაურები ანტიტანკური იარაღით ჩასაფრებებს აწყობდნენ და არარეგულარული ტაქტიკით მოქმედებდნენ, რაც მუდმივად აოცებდა რუსულ ძალებს, რომლებიც სტრუქტურირებულ და პროგნოზირებად მოწინააღმდეგეს ელოდნენ. მეორე და უფრო პირდაპირ დაკავშირებული ომის საწყის თვეებთან, უკრაინელი მეთაურები ყველა დონეზე ზუსტად იცოდნენ, როგორ იმოქმედებდა რუსული დანაყოფი ზეწოლის ქვეშ, რადგან თავადაც იმავე სისტემაში იყვნენ გაწვრთნილები და ზუსტად იცოდნენ, სად იყო სუსტი წერტილები. და ყველაზე თვალსაჩინო სუსტი წერტილი თავად რუსული სარდლობის ჯაჭვი იყო. როგორც აღნიშნეთ, რუსული სამხედრო დოქტრინა უფლებამოსილებას უმაღლეს დონეზე აკონცენტრირებს და ელოდება, რომ უფროსი ოფიცრები ტაქტიკურ სიტუაციებს პირადად მართავენ. ეს ასევე ნიშნავს, რომ ისინი წინ გადადიან, რათა ოპერაციებს უშუალოდ ზედამხედველობა გაუწიონ. უკრაინამ ეს ტენდენცია შეამჩნია და სისტემატურად მიზანში იღებდა რუსული სარდლობის მანქანებს, საკომუნიკაციო აღჭურვილობას და თავად სარდლებს. ომის პირველ თვეებში რუსი მაღალი რანგის ოფიცრების დაღუპვის მაჩვენებელი ნებისმიერი ისტორიული შედარებით განსაცვიფრებელი იყო. რუსეთმა ომის პირველ კვირებში უკრაინული არტილერიისა და ზუსტი დარტყმების შედეგად 5 გენერალი დაკარგა. ამან აჩვენა, რამდენად მყიფე იყო სისტემა, როდესაც სისტემას ფრონტის ხაზთან მაღალი რანგის ოფიცრები სჭირდებო და მოწინააღმდეგეს შეეძლო ამით ესარგებლა. რუსული სამხედრო დოქტრინა ასევე დიდად ეყრდნობა ავიაციას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი წერტილია, რომელმაც ომი ასეთ ფორმამდე მიიყვანა. უპირველეს ყოვლისა, რუსული სახმელეთო საბრძოლო ტაქტიკა პრაქტიკულად საჰაერო უპირატესობას ეფუძნება. შეიარაღებული ძალების ერთობლივი ღრმა ბრძოლის მთელი თეორია მოითხოვს, რომ რუსულ ავიაციას თავისუფლად შეეძლოს მოქმედება სახმელეთო ძალების ფარდასაჭერად. ეს მოიცავს მტრის თავდაცვის ჩახშობას, ლოგისტიკის განადგურებას და ასევე პირდაპირ საჰაერო მხარდაჭერას, წინსვლადი ქვეითებისა და ჯავშან ტექნიკისთვის. ამიტომ რუსული სახმელეთო შენაერთები არ არის განკუთვნილი საბრძოლოდ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. მათი ტაქტიკა, შენაერთები და ბრძოლის ტემპი, რომელსაც ისინი უნდა ინარჩუნებდნენ, ყველა ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ცა მათ ეკუთვნით და ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც მათ ზურგს გაუმაგრებს. მაგრამ უკრაინის ცა არც ერთი დღის განმავლობაში არ ეკუთვნოდა რუსეთს ამ ომში. ეს პირდაპირ უკავშირდება რუსეთის თავდაპირველ გადაჭარბებულ თავდაჯერებულობას. საჰაერო უპირატესობის მისაღწევად ჯერ უნდა ჩაახშო მტრის საჰაერო თავდაცვა. ამიტომ რუსეთმა ომის პირველ სამკვირაში უკრაინულ სამიზნეებზე 1000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და არტყა ან სადაც დაერტყა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 65%-ს. მაგრამ უკრაინამ ჯერ კიდევ შეჭრის დაწყებამდე გაანაწილა თავისი მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემები, რის შედეგადაც მათი უმეტესობა თავდაპირველ დარტყმებს გადაურჩა. ამ ეტაპიდან რუსეთის აეროკოსმოსური ძალები, ანუ UKS, მოქმედებდნენ ისეთ გარემოში, რომელსაც არ ელოდნენ, საჰაერო თავდაცვის ქსელის წინააღმდეგ, რომლის განადგურებაც რო შეძლეს, მაშინ როცა ზუსტი საბრძოლო მასალის მარაგი უკვე სწრაფად იწურებოდა. 2022 წლის აპრილის დასაწყისისთვის, ომის დაწყებიდან სულ რაღაც 6 კვირის შემდეგ, UKS ფაქტობრივად შეწყვიტა უკრაინის საჰაერო სივრცეში ხანგრძლივად შეღწევის ნებისმიერი მცდელობა. ის უკან დაიხია და დისტანციური დარტყმები რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების არეალის მიღმა განახორციელა. მაგრამ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი, რუსულმა ჯავშან ტექნიკამ და ქვეითებმა ხშირად შეზღუდული საჰაერო დაფარვით მოუწიათ წინსვლა.
და უკრაინული მომარაგების ხაზების ეფექტური საჰაერო დაბლოკვის გარეშე დასავლური იარაღი კვლავ მიეწოდებოდა ფრონტს. უკრაინული არტილერიის სრულად ჩახშობის გარეშე ეს არტილერიის სისტემები კვლავ აგრძელებდნენ მუშაობას და მძიმე დანაკარგებს აყენებდნენ. ყველა სახმელეთო შეტევა, რომელიც რუსეთმა 2022 წლის აპრილის შემდეგ განახორციელა, განისაზღვრა მისი უუნარობით დაემყარებინა ისეთი საჰაერო უპირატესობა, რომელსაც თანამედროვე არმიების უმეტესობა აუცილებლად მიიჩნევს. იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ თავიანთი დოქტრინის მარცხი და ახალი რეალობის მიხედვით აეგოთ ყველაფერი თავიდან, რუსმა სამხედრო თეორეტიკოსებმა ძირითადად დაასკვნეს, რომ მათი კონცეფციები თავიდანვე სწორია და მარცხი გამოწვეული იყო ცუდი შესრულებითა და დასავლეთის მოულოდნელი მხარდაჭერით უკრაინისთვის, ხოლო არა მათი დოქტრინის ფუნდამენტური ნაკლოვანებებით. ასე რომ რუსეთი იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ სისტემას საკუთარი მარცხის აღიარებაც კი არ შეეძლო და თვეების განმავლობაში ერთსა და იმავეს იმეორებდა, მაშინ როცა მისი ჯარისკაცები იღუპებოდნენ. და როგორც კი ის პირველი თვეები დასრულდა და კიევის ალყა სამხედრო ისტორიის ნაწილად იქცა, თავად რუსეთმა დაიწყო დაქვეითება. იმ დროისთვის ანალიტიკოსების უმეტესობამ უკვე დაიწყო გააზრება, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდებოდა. მაგრამ ხანგრძლივი ომი ნიშნავდა, რომ რუსეთს თავისი რეალური სამხედრო ძალის მობილიზება სჭირდებოდა. იმ ძალის, რომელიც თებერვალში არ გამოუყენებია, რადგან ეგონა, რომ არ დასჭირდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ რუსეთს უფრო თანამედროვე აღჭურვილობა და ტექნოლოგიებზე წვდომა დასჭირდებოდა. მაგრამ იმ დროისთვის ამის შესაძლებლობა უკვე დახურული იყო. უკვე შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე საათში შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ათეულობით მოკავშირე ქვეყანამ თანამედროვე ისტორიაში ეკონომიკური სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დააწესეს. შემდეგი კვირებისა და თვეების განმავლობაში ეს სანქციები სპეციალურად და მიზანმიმართულად იქნა მიმართული იმ ტექნოლოგიურ რესურსებზე, რომლებზეც რუსეთის სამხედრო წარმოება არის დამოკიდებული. მათ რუსეთს წაართვეს წვდომა მიკროელექტრონიკაზე, ნახევარგამტარებზე, თანამედროვე დანადგარებზე და მაღალი სიზუსტის საწარმოო აღჭურვილობაზე. ეს ნიშნავდა, რომ რუსეთს აღარ შეეძლო ახალი დამიზნების ჩიპების, საკომუნიკაციო აპარატურის, ან თუნდაც თანამედროვე დრონების მართვის სისტემების წარმოება. სანქციები განსაკუთრებით დამანგრეველი იმიტომ იყო, რომ რუსეთი დიდი ფარისეველია. რუსეთის სამხედრო სამრეწველო ბაზა 10 წლეულების განმავლობაში დამოკიდებული იყო დასავლურ და დასავლეთთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ მიწოდების ჯაჭვებზე. მის თანამედროვე რაკეტებში დასავლური მიკროელექტრონიკა გამოიყენება. მისი ტანკების წარმოების პროცესში დასავლეთში დამზადებული დანადგარები გამოიყენება. მის ელექტრონული ბრძოლის სისტემებს სჭირდებოდა თანამედროვე ჩიპსეტები, რომელთა წარმოებაც რუსეთის ნახევარგამტარების ინდუსტრიას ადგილობრივად არ შეეძლო. ეს ყველაფერი მომდინარეობს სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტიდან, რომელმაც დააფიქსირა ეს დამოკიდებულება და მიუთითა, რომ ყველაფერი, რაც რუსეთს სამხედრო მიზნებისთვის სჭირდებოდა, დასავლური მიწოდების ჯაჭვის მიერ იყო უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, სანქციებს არასოდეს აქვთ დაუყოვნებელი შედეგები. რუსეთს ჰქონდა საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგი და ამ აღჭურვილობის დიდი ნაწილი უბრალოდ შენახული იყო და არა დაშლილი. ამიტომ თეორიულად შეეძლო ეს აღჭურვილობა ისევ ომში გამოეყენებინა, მაგრამ რუსეთს არ შეეძლო ეს მარაგები თანამედროვე ანალოგებით შეეცვალა. შემდგომი აჩქარებული მოქმედებები ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად შეცდა რუსეთი. რუსეთი სწრაფად მიმართა ირანს შაჰედის თავდასხმითი დრონებისთვის. ეს არის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები, რომელსაც თეირანი წლების განმავლობაში ავითარებდა და რომელშიც რუსეთს საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული თავდაჯერებულობის გამო ომამდე სერიოზულად ინვესტიცია არასდროს ჩაუდია. შემდეგ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიმართა საარტილერიო საბრძოლო მასალებისთვის და გავრცელებული ინფორმაციით მილიონობით ჭურვი შემოიტანა, რაც მისი შიდა წარმოების მასშტაბს უდოლდება. როდესაც ეს მცდელობა ჩავარდა, დადგა მარაგების გამოყენების დრო. ასე გამოჩნდა T-72 ტიპის ტანკები, რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებში იყო აგებული. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობები T-55-ებისა და თუნდაც T-34-ების შესახებ, ტექნიკისა, რომელიც რეალურად მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა. ბოლო მცდელობების სასაცილო იყო და დასავლური საინფორმაციო საშუალებები და ჩვენი ვიდეოებიც აჩვენებდა, რამდენად უაზროა მეორე მსოფლიო ომის ტანკის თანამედროვე ბრძოლის ველზე გამოყვანა. მაგრამ ეს რაოდენობა იყო და მათ შეძლეს რუსეთს ოდნავ მეტი დრო მიეცათ ომის ძალისხმევის გასაგრძელებლად. მაგრამ ეს ნიშნავდა ომის წარმოებას მნიშვნელოვნად დაბალ ტექნოლოგიურ დონეზე. და აქ გადამწყვეტი სწორედ დროა. თუ რუსეთი ომში თავიდანვე სრული სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა, სანქციები მაინც იქნებოდა, მაგრამ ისინი მოვიდოდნენ რუსეთში, რომელმაც უკვე მიაღწია თავის მთავარ მიზნებს და დაიკავა ის ტერიტორიები, რაც სურდა. სანქციები დაწესდებოდა რუსეთზე, რომელიც გამარჯვებას ამყარებდა, და არა იმაზე, რომელიც ცდილობდა გადარჩენას ომში, რომლის დასაწყისიც თავად ჩააფლავა. იმ დროისთვის რუსეთს შეეძლო სანქციების გადალახვა ახალი რესურსებით მდიდარი ტერიტორიების მეშვეობით და ჩინეთის დახმარებით, რომელიც ყოველთვის მზად იქნებოდა ამ რესურსების შესაძენად. მაგრამ როდესაც რუსეთმა გადაჭარბებული თავდაჯერებულობა არჩია გამანადგურებელ სამხედრო ძალას, მან უზრუნველყო, რომ სანქციები დაწესდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ომობდა და მანამდე სანამ რაიმეს მიაღწევდა, რაც მისთვის სანქციების მოხსნის შესახებ მოლაპარაკების ბერკეტად იქცეოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეხლა შეგვიძლია დრონების ომს შევხედოთ. გახსოვდეთ, ეს არ არის ცალკე მოვლენა იმ ყველაფრისგან, რაც აქამდე ვნახეთ.
Shimjio akats ki რუსეთის გადაჭარბებული თავდაჯერებულობა შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი ფაქტორია იმაში, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ ასე დიდ ხანს თავის დაცვა. აქ ჩვენ შეგვიძლია ომი სამ სხვადასხვა ფრონტად დავყოთ. Ჭიდრო ბრძოლა წინა ხაზზე, საშუალო დონის დარტყმების კამპანია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებსა და მეზობელ რუსულ ოლქში და ღრმა დარტყმების კამპანია, რომელიც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას ესხმის თავს. და უკრაინა სამივე ფრონტზე იმარჯვებს. წინა ხაზზე ციფრები სასტიკია. 2026 წლის შუა პერიოდში მცირე FPV დრონები, რომლებიც ასაფეთქებელ საბრძოლო თავაკებს ატარებენ და ხშირად მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი ღირს მათი წარმოება, ბრძოლის ველზე ყველა დანაკარგის დაახლოებით 80% შეადგენდა. ორივე მხარე იყენებს მათ. მაგრამ უკრაინა გადამწყვეტად დაწინაურდა. რუსეთმა 2025 წელს გარკვეული პროგრესი აჩვენა ტაქტიკური დრონების დეფიციტის შემცირებაში, რაც ნაწილობრივ განაპირობებდა იმ წელს მის მიერ მიღწეულ წარმატებებს ბრძოლის ველზე. მაგრამ ეს პროგრესი შეჩერდა და ამის მიზეზი მარტივია. რუსეთს არ შეუძლია მოიზიდოს ის ადამიანები, ვინც საჭიროა დრონების ძალების ეფექტურად სამართავად. რუსეთის უპილოტო სისტემების ძალებმა ტექნოლოგიურად განათლებული ახალგაზრდა კადრების მოსასმოს აზიდად ამბიციური გეგმები დასახეს. ესენი სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც აქვთ საჭირო რეფლექსები და სივცული აღქმა, რათა ეფექტურად მართონ FPV დრონების სწრაფი ტემპის, მაღალი წნეხის საბრძოლო გარემოში. 4 თვიანი აქტიური რეკრუტირების შემდეგ მათ მხოლოდ მიზნის 16% შეასრულეს. საბაზისო მიზეზი რთული არ არის, რადგან რუსეთის არმიაში გაწევრიანება უბრალოდ არ არის მიმზიდველი განათლებული ახალგაზრდა რუსებისთვის. ისინი კარგად იცნობენ ფრონტზე არსებულ ვითარებას და მათ არ აქვთ არანაირი სავალდებულო გარანტია, რომ დრონების მართვის პოსტიდოსტიდან შეტევით ქვეითთა დანაყოფში არ გადაიყვანენ, როგორც კი მეთაუს შეტევისთვის ხალხი დასჭირდება. შემდეგ იყო რუსეთის მცდელობა გაეფართოებინა თავისი წამყვანი რუბიკონის დრონების დანაყოფი. ეს ერთ დროს ყველაზე ძლიერი დანაყოფი იყო რუსეთის მხარეს და სწორედ ის იყო პასუხისგებელი იმაზე, რომ უკრაინამ თანდათან დაკარგა ცდომა დრონების ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ როცა შესვლის სტანდარტები დაეცა და რუსეთმა სცადა ეს დანაყოფი მთელ ფრონტზე გაეფართოებინა, მიღებული ძალა ბევრად უფრო დიდი იყო, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლებად ეფექტური. საბოლოოდ რუსეთი კვლავ საკუთარი სამხედრო დოქტრინის გამო წაბორძიგდა. იმის ნაცვლად, რომ დაუშვეს უპილოტო ძალები, შედარებით დამოუკიდებლად ემოქმედათ ფრონტის სხვა ნაწილებისგან, რუსეთმა სცადა მათი ოპერაციების ცენტრალიზება და ძირითადი შეტევების თანაშეთანხმება. ეს საბოლოოდ ნიშნავდა, რომ რუსეთი უშვებდა დრონებს უკრაინისკენ იქ, სადაც მათ რეალურად ელოდნენ და უკრაინას შეეძლო თავისი ყველაზე დახვეწილი თავდაცვითი საშუალებების გამოყენება მათ წინააღმდეგ. შედეგად რუსეთის ყველაზე ეფექტურ დრონების ოპერაციულ დანაყოფებს ნაკლები დრონი და ნაკლები ოპერატორი ჰყავდათ. თავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინამ ამის გაკეთება შეძლო, სწორედ ის არის, რომ მას არ აქვს მკაცრი სარდლობის სტრუქტურა და მისი ინოვაციების მექანიზმიც ასეთივეა. რუსეთის მხარეს დრონები შეიძლება სწრაფად ინოვაციურად განვითარდეს, მაგრამ ისინი მაინც რუსეთის დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო იზღუდებიან. როდესაც საქმე მათ გამოცდასა და გამოყენებასაც ეხება. მაგრამ როდესაც უკრაინელი დრონის ოპერატორები რუსულ საწინააღმდეგო ზომას ამოიცნობენ, ისინი მაშინვე იწყებენ საპასუხო გადაწყვეტილების შექმნას, რათა რამდენიმე დღეში ველზე გამოსცადონ. დრონის ახალი ვარიანტი წინა ხაზის ნაწილებამდე რამდენიმე კვირაში შეიძლება მივიდეს. ეს უკავშირი წინა ხაზიდან ქარხანამდე მოკლეა. სწრაფი და უკრაინის მხარდაჭერით ხორციელდება, სადაც ყველა მწარმოებელი განუწყვეტლივ ცდის და მუშაობს გაერთიანებული რესურსებით, ძირითადად Brave One-ის კლასტერის მეშვეობით. რუსეთის ანალოგიური პროცესი უნდა გაიაროს ბრძანების დამტკიცების რამდენიმე ფენა, შესყიდვების ბიუროკრატია და სამხედრო კულტურა, რომელიც ტრადიციულად ტაქტიკურ ინიციატივას სჭის და არა აჯილდოებს. შედეგად წარმოიქმნება ტექნოლოგიური უფსკრული, რომელიც ფართოვდება არა იმიტომ, რომ უკრაინას მეტი რესურსი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის უფრო სწრაფად ცდის და აუნჯობესებს ტექნოლოგიას. და რადგან დრონები პრაქტიკულად ყველგანაა გავრცელებული, განვითარების სიჩქარე ყველაზე მნიშვნელოვანია. და როცა რუსეთმა სცადა ინოვაცია, ისევ სანქციებმა დაარტყა. რუსეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის FPV დრონებში. ეს ნამდვილად ახალი ტაქტიკური შესაძლებლობაა, რადგან ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვა ელექტრონული ჩახშობისთვის შეუვალია. სინამდვილეში პირველივე ცნობებში უკრაინას ფრონტის ხაზის ახლო მოქმედების მონაკვეთში ყველაზე მეტად ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების ეშინოდა. რუსეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დრონები ამგვარად გამოიყენა და შეიძლება ითქვას სწორედ ამიტომ მიჰბაძა მას უკრაინამაც. ეს დრონები იმდენად ეფექტური იყო, რომ მათი გაუნებელყოფის გზა თითქმის არ არსებობდა. მაგრამ 50 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც 2022 წელს დაახლოებით $300 ღირდა, 2026 წელს დაახლოებით $2500 ღირს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ მასალის გლობალური მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად გამკაცრდა, რადგან ომის ორივე მხარის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. საინტერესოა, რომ როგორც უკრაინა, ისე რუსეთი მათი კაბელის უმეტეს ნაწილს იმავე ჩინურ მომწოდებლებისგან იდულობენ, რაც აჩვენებს, რომ ჩინეთი რეალურად ომის ორივე მხარეს ეკონომიკური სარგებლისთვის ემსახურება. უკრაინა ბევრად ნაკლებად არის დამოკიდებული კაბელით მართვად დრონებზე, რადგან უკვე გადაერთო რადიომართვად სისტემებზე, რომლებიც შეიძლება ბევრად იაფად მასიურად დამზადდეს.
რუსეთმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური რისკი აიღო და ახლა ამისთვის ზედმეტ ფასს იხდის, რაც ყოველთვის უფრო და უფრო იზრდება. უკრაინას ასევე აქვს უპირატესობა მოტივაციისა და ინოვაციური კულტურის სახით, რაც გამოფიტვის ომში დამცველ მხარეს ძალებს აძლიერებს. იერებს. უკრაინელი დრონების ოპერატორები თავიანთი სახლებისთვის იბრძვიან და მათ აქვთ Starlink. რუსეთისთვის ელონ მასკის სატელიტური საკომუნიკაციო ქსელზე თითქმის სრული წვდომის შეზღუდვა ნამდვილად თამაშის წესების შემცვლელი იყო. რუსეთს არ აქვს Starlink-ის ანალოგი. არ არსებობს IAPI, რომლის ჩახშობაც თითქმის შეუძლებელია. მაღალი სიჩქარის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომია წინა ხაზის დანაყოფებისთვის. ეს ასიმეტრია ჩანს თითოეულ ტაქტიკულ დრონულ შეტაკებაში. თუ გადავინაცვლებთ საშუალო დარტყმის ზონაში, ეს არის 13-დან 130 მილამდე მონაკვეთი, წინა ხაზსა და რუსეთის უკანა ტერიტორიებს შორის. აქ უკრაინამ ეს სივრცე სისტემური გამოფიტვის კამპანიად გადააქცია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2026 წლის მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ მარტის შემდეგ სარაკეტო დარტყმების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო თებერვლის შემდეგ გასამაგდა. ამიტომ უკრაინა თავდაცვიდან გადავიდა აქტიურ მოქმედებებზე და დრონების ომის მეშვეობით ცდილობს რუსეთს წინა ხაზზე წვდომა შეუზღუდოს. ინფორმაციული მდგრადობის ცენტრმა დააფიქსირა უკრაინის თავდასხმების 300% ზრდა რუსეთით საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის საშუალებებზე, მხოლოდ 2026 წლის მარტსა და აპრილში. ეს თითქმის 80 სისტემას შეეხო 8 კვირის განმავლობაში. საჰაერო თავდაცვის სისტემები ძვირია, მათი წარმოება ნელა მიმდინარეობს და მათი თანმიმდევრული დაკარგვა უკუკავშირის ეფექტს ქმნის. თითოეული განადგურებული სისტემა შემდეგი დრონების შეტევას უფრო ეფექტურს ხდის, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მეტი სისტემის განადგურებას, რაც თავის მხრივ უფრო ღრმა და მასშტაბურ დარტყმებს შესაძლებელს ხდის და ასე შემდეგ. საშუალო დიაპაზონისთვის უკრაინა სულ უფრო მეტად ეკრგნობა შიდა წარმოებას, რომლის პიკი იყო FPFP-2 დრონი. მას აქვს 220 ფუნტიანი საბრძოლო თავი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ან მინიმუმ გამოუყენებლად გახადოს ნებისმიერი რუსული ჯავშან ტექნიკა და განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ. როცა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 2026 წლის მაისში უკრაინის ფრონტის ხაზის სარდლობის ცენტრებს ეწვია, უკრაინელმა სარდლებამ აჩვენეს კადრები, სადაც FPFP-2 დრონები ერთის შემდეგ მეორეს ანადგურებენ რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. სიმბოლიზმი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინას უკვე ყავდა დრონები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდა დასავლეთის მიერ შექმნილ ნებისმიერ მოდელს და ეს დრონები უკვე პოულობდნენ სამიზნეებს. რუსეთისთვის ეს ნიშნავდა, რომ კამპანიის ხელახლა ორგანიზება კიდევ ერთხელ მოუწევდა. ადრე რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობები და სარდლობის პუნქტები ფრონტის ხაზიდან 40-50 მილის დაშორებით შეიძლებოდა განთავსებულიყო. ეს საკმარისად ახლოს იყო, რომ ნაწილებისთვის სწრაფად მიეწოდებინათ მარაგი და სარდლებს ეფექტური კონტროლი შეენარჩუნებინათ. მაგრამ უკრაინის საარტილერიო და მოკლემეტრაჟიანი დრონების მოქმედების არეალის მიღმა. 2026 წლის შუა პერიოდში საბრძოლო მასალის საწყობები კიდევ უფრო უკან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს და ეს მაინც საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს მოხდა გრძელდისტანციური დრონების ომის წყალობით, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ როდესაც ლოგისტიკური ჯაჭვი ორჯერ უფრო დიდ მანძილზე უნდა იმუშაოს დრონების მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ, დანარჩენი სტრუქტურა ნელ-ნელა იშლება. ზოგიერთმა რუსულმა ნაწილმა დიზელის მოხმარება 20%-ით შეამცირა მხოლოდ იმიტომ, რომ საწვავის წინა ხაზზე მიწოდება აღარ არის საიმედო. მართვისა და კონტროლის სისტემა დანაწევრებულია. რუსი მეთაურები, რომლებიც აქტიურ საბრძოლო ველს უნდა მართავდნენ, ამის ნაცვლად სულ უფრო შორეული პოზიციებიდან ამარაგების ხაზებს კოორდინირებენ. ეს აჩვენა აზოვის კორპუსის მიერ 2026 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულმა კადრებმა. მასში დეტალურად იყო აღწერილი ჰორნეტის დრონები, რომელთა ღირებულება დაახლოებით $5,000 თითოეული. მასში როცა მსგავსიათებლების მქონე რუსული Lancet X51-ის ფასი დაახლოებით $78,000 შეადგენს. ჰორნეტის დრონები დაბალ სიმაღლეზე უპრობლემოდ დაფრინავდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და მარიუპოლის ქალაქებზე და მთავარი გზატკეცილების გასწვრივ ფრონტის ხაზიდან 100 მილით უკან ლოგისტიკური მანქანების ძებნაში იყვნენ. დრონების არსებობა იმ ტერიტორიაზე, რომლის დასაკავებლადაც რუსეთმა 4 წელი იბრძოლა, კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ის აღარ არის მთავარი მოთამაშე საშუალო სიშორის მიმართულებით. და ბოლოს არის ომის ღრმა დარტყმის ნაწილი, სადაც უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა კამპანიების შექმნაში, რათა დაარტყას რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. და ეს ალბათ ყველაზე დიდი მიზეზია, რის გამოც რუსეთი ასე შეშფოთებული იყო გამარჯვების აღლუმზე 2026 წელს. როცა ომი დაიწყო, უკრაინას ფაქტობრივად არ ჰქონდა შიდა გრძელდისტანციური დარტყმის შესაძლებლობა. 4 წლის შემდეგ ის თვეში 100-ზე მეტ დრონის მისიას ახორციელებს. დარტყმის კამპანია მიზანმიმართულად და სისტემურად ესხმის თავს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას. რასნოდარის, კრას, რიაზანის, პერმის, სტავროპოლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე ბალტიის პორტებთან, პრიმორსკსა და უცლოგასთან ახლოს მდებარე ობიექტები მოდუდ დაზიანდა. ფერმში განხორციელებული დარტყმა 2026 წლის აპრილის ბოლოს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ეს ობიექტი უკრაინის საზღვრიდან 1000 მილის სიღრმეში, ურალის მთების ზონაში მდებარეობს, სადაც რუსი სტრატეგები სავარაუდოდ თვლიდნენ, რომ ის პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო.
ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ტემპმა რუსეთს აიძულა მხოლოდ 2026 წლის აპრილში ნავთობის მოპოვება დღეში დაახლოებით 300,000-400,000 ბარელით შეემცირებინა. ეს იყო ყველაზე მკვეთრი თვიური ვარდნა COVID პანდემიის შემდეგ. დიახ, ეს მთლიანი წარმოების მხოლოდ 1% შეადგენს, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ უკრაინას აქვს სისტემები, რომლებიც რეალურად საფრთხეს უქმნის რუსეთის ეკონომიკურ საფუძველს. დადრან ნავთობი და გაზი ისტორიულად მთავრობის შემოსავლის თითქმის 40% შეადგენდა. მაგრამ სამრეწველო და სამხედრო ობიექტებიც მისი კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს რადარის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრს როსტოვში და სასუქის დიდ ქარხანას სტავროპოლში. კრაიში, რომელიც აწარმოებს ქიმიკატს ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის და შაჰიდისა და ისკანდერის კომპონენტების საწარმოს ჩებოქსაში. ფლამინგოს ტიპის საკრუიზო რაკეტების გამოყენებით 2026 წლის მაისში. ბოლო პუნქტი კრიტიკულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინა დრონულ ომს იყენებს იმისთვის, რომ რუსეთის საკუთარი დრონული ბრძოლის შესაძლებლობები გაანეიტრალოს. ამ ყველაფრის უკან დგას სამხედრო სამრეწველო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა – Firepoint. ეს სტარტაპი 2022 წელს ინჟინრებმა, არქიტექტორებმა და თამაშების დიზაინერებმა დროებით სახელოსნოებში დაარსეს. 4 წლის შემდეგ კომპანია ყოველდღიურად აწარმოებს 100 უნიკალურ FP1 დრონს. თითოეულის ღირებულება დაახლოებით $50,000. FP1-ის აქვს 1000 მილის მანძილი და ძირითადად გამოიყენება სადაზვერვო მისიების დაისთვის და ერთ მიზანზე ზუსტი დათმებისთვის. კიდევ ერთი გამორჩეული ნიშანია FP5 ფლამინგო ფრთოსანი რაკეტა, რომლის დეკლარირებული სიშორე 1800 მილია და აქვს 2200 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის ყველაზე წარმატებული რაკეტა უწოდა. მაგრამ Firepoint ფლამინგოზე არ გაჩერებულა. 2026 წლის თებერვალში კომპანიამ პირველად გამოსცადა FP7 საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა, რომლის სავარაუდო სიშორე დაახლოებით 130 მილი იყო, რაც ზუსტად შეესაბამებოდა ზემოთხსენებულ საშუალო დონის სამიზნეებს. და მარტში Firepoint-ის მთავარი კონსტრუქტორი დენის სტილემანი FP9 წარადგინა. ეს უფრო შორი მოქმედების და მძიმე ბალისტიკური რაკეტაა, რომლის შესახებაც კომპანია ამტკიცებს, რომ მოსკოვს 2026 წლის ზაფხულში მიაღწევს. FP9-ის მთავარი უპირატესობა სიჩქარეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა დაახლოებით 800 მეტრი წამში სიჩქარით ეცემა მიზანს, სტილემანი ამბობს, რომ FP9 1200 მეტრზე მეტი სიჩქარით დაარტყამს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ გადაასწროს რუსეთთან ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს გარშემორტყმულ გამანადგურებელ რაკეტებს. შეფასებით, ყოველი 4 FP9-დან ერთი რეალურად შეძლებს მიზნის მიღწევას. ქვეყნისთვის, რომელსაც 4 წლის წინ დრონის აშენებაც არ შეეძლო, ეს ისაა, რაზეც რუსეთმა თავიდან უნდა დაფიქრდეს. ეს არის გამწვავებული პრობლემა, რომელსაც რუსეთი ღრმა დარტყმების მიმართულებით აწყდება. ყოველი ახალი დრონი, რომელსაც უკრაინა ქმნის და რუსულ ძალებზე უშვებს, რუსეთს აიძულებს მეტი საჰაერო თავდაცვაში დააბანდოს და სტრატეგიული ობიექტები ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო შორს გადაიტანოს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შემდეგ კრემლს უწევს მეტი პროპაგანდის შექმნა, რათა თავის მოქალაქეებს აუხსნას, რატომ აღწევს ომს ომი, რომელიც თითქოს კონტროლს ექვემდებარებოდ, არებოდა მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, აეროპორტებში და შესაძლოა თვით დედაქალაქშიც კი. ერთად აღებული დრონების ომის ეს სამი ფრონტი ერთიან და თანმიმდევრულ სურათს ქმნის. ქვეყანა, რომელიც ამ კონფლიქტში ყველა ტრადიციული უპირატესობით შევიდა, ახლა სისტემატურად იშლება უფრო მცირე მოწინააღმდეგის მიერ, რომელსაც სხვა გზა არ ქონდა გარდა ინოვაციების დანერგვისა და რომელიც ამას უკვე 4 წელია უწყვეტად აკეთებს საბრძოლო პირობებში. ეხლა თუ გსურთ მეტი გაიგოთ უკრაინის მიერ გამოყენებული რომელიმე კონკრეტული ტიპის დრონის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, სადაც დეტალურად ყვებით, როგორ გამოიყენება დრონები, სად გამოიყენება ისინი და რამდენად ეფექტურია ისინი ნებისმიერ დღეს. უკრაინის ტექნოლოგიური ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ასპექტია ის, თუ როგორ გადაატრიალა მან თავდაცვის ანალიტიკოსების მიერ ეგრეთ წოდებული ხარჯების გაცვლის პრობლემა. ტრადიციულ ომში ეს პრობლემა ნებისმიერი თავდამსხმელის გათვლებში ცენტრალურ როლს თამაშობს. მეტად ძვირი ჯდება იარაღის ჩამოგდება, ვიდრე მისი გაშვება, რაც ნიშნავს, რომ თავდამსხმელს შეუძლია საბოლოოდ ამოწუროს დამცველის ანტისარაკეტო მარაგი, იაფასიანი საბრძოლო მასალების მასობრივად გამოყენებით. რუსეთი ამ სტრატეგიას იყენებს თავისი შაჰიდის ტიპის თავდასხმითი დრონებით, რომლებიც მასობრივად იწარმოება ტატარსტანში, ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში და ერთდროულად ასეულობით ტალღებად ეშვება. უკრაინამ ეს განტოლება შემოაბრუნა და ეს გააკეთა ისე, რომ მის სასარგებლოდ მუშაობს. უკრაინის Sting FPV ანტისარაკეტო დრონი დაახლოებით $2100 ღირს. ყველაზე იაფი რუსული შაჰიდის ტიპის დრონის ფასი მინიმუმ $95,000 ერთეულზე, რაც თითქმის 15 ჯერ მეტია. რუსეთის მასიური დრონების იერიშის დროს 2026 წლის მაისის შუა პერიოდში გამოყენებული იქნა 1567 საბრძოლო დრონი, რომლებიც ერთიან კოორდინირებულ შეტევაში გაუშვეს. უკრაინამ მათგან 1473 ჩამოაგდო, რაც ნიშნავს, რომ მან 84%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი აჩვენა. მხოლოდ Sting-მა 100-ზე მეტი დრონი გაანადგურა.
საერთო ჯამში ჩამოგდებული დრონების დაახლოებით 30% სწორედ ჩამოგდებმა დრონებმა უზრუნო უკვე. ეს ხარჯების შეფარდება უკრაინის სასარგებლოდ 10-ჯერ მეტია თითოეულ შეტაკებაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სტინგი აწყობილია კომერციულად ხელმისაწვდომი კომპონენტებისგან 3D ბეჭდვის გამოყენებით. მას არ სჭირდება სპეციალიზებული საწარმოო ინფრასტრუქტურა. ის არც კი არის დამოკიდებული მაღალი დონის მიკროელექტრონიკაზე, რომელიც შეიძლება შეზღუდული იყოს სანქციებით, ან შეფერხდეს მიწოდების ჯაჭვის შოკებით. უკრაინას შეუძლია სწრაფად და იაფად დააწყოს ისინი დეცენტრალიზებულ საწარმოო ობიექტებში, რომლებიც თავადაც რთულად დასამიზნებელია. რუსეთის შაჰიდის პროგრამა პირიქით კვლავ წარმოადგენს ცენტრალიზებულ ობიექტებში მიმდინარე უწყვეტ საწარმოო ძალისხმევას. ის ასევე ძლიერ არის დამოკიდებული ირანელ მომწოდებლებთან თანამშრომლობაზე და თავად ირანსაც არ აქვს კარგი მდგომარეობა, რადგან მასაც თავისი კონფლიქტი აქვს საბრძოლველი ახლო აღმოსავლეთში. უკრაინის წარმატება დრონების ომში მსოფლიოს დანარჩენმა ნაწილმა შეამჩნია. 2027 წლის მარტისთვის 200-ზე მეტი უკრაინელი დრონის პილოტი იყო გაგზავნილი სპარსეთის ყურეში, რათა დახმარებოდნენ აშშ-ისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ძალებს ირანული დრონების თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის SkyMap-ის ანტიდრონული მართვისა და კონტროლის პლატფორმა მუშაობდა საუდის არაბეთში, პრინცი სულთნის ავიაბაზაზე. მას შემდეგ, რაც ირანულმა შაჰედის დრონებმა რეგიონში აშშ-ს ობიექტებს $1 მილიარდ მეტი ზიანი მიაყენეს. საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ყატართან თავდაცვის შეთანხმებები გაფორმდა. დრონებთან თანამშრომლობის შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ამჟამად სხვადასხვა ინსტიტუციურ დონეზე განიხილება. ქვეყანა, რომელშიც რუსეთი შეიჭრა და ეგონა, რომ გეოპოლიტიკური ერთეულის სახით ერთ შაბათ-კვირაში გააქრობდა, გადაიქცა უპილოტო ომის აღიარებულ გლობალურ ლიდერად, რომელსაც გადამხდელი კლიენტები ჰყავს. ამასობაში რუსეთი ყველა მაჩვენებლით საპირისპირო მიმართულებით მიდის. მისი ელექტრონული ომის შესაძლებლობები უარესდება, რადგან მისთვის საჭირო მიკროელექტრონიკის მოპოვება სულ უფრო რთული ხდება. დრონების ოპერატორების გაწვევა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისივე დასახულ მიზნებს. მისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV პროგრამა ფაქტობრივად პარალიზებულია მიწოდების ჯაჭვის ხარჯების ზრდის გამო, რაც თავადვე გამოიწვია. ყველა მიმართულება, რომელსაც ტექნოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს, საბოლოოდ უბრუნდება იმ სანქციებს, რომლებიც თავად მოიწვია 2022 წლის თებერვალში გადაჭარბებული თავდაჯერებულობების სტრატეგიული არჩევანით. ამ კონფლიქტს აქვს მეოთხე განზომილებაც, რომელსაც ტაქტიკურზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუმცა საბოლოოდ შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი არ მოხდეს. ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომი, რომელიც თავად რუსულ საზოგადოებაზე მიმდინარეობს. პუტინის თავდაპირველი შეთანხმება რუს მოქალაქეებთან ის იყო, რომ უკრაინაში ომი იყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, სადაც მათ არაფერზე არ უნდა ედარდათ. სინამდვილეში მოსკოველებს ომის მხარდაჭერაც კი არ სჭირდებოდათ, რადგან უმეტესობა გაწვეულებისა იქიდან არ იყო. და იდეა ის იყო, რომ ბრძოლა დიდი ხნით ადრე დასრულდებოდა, სანამ მისი შედეგები დიდ ქალაქებს მიაღწევდა. მაგრამ 4 წლის შემდეგ სულ უფრო მეტი რუსი მოქალაქე ცხოვრობს უკრაინის საზღვრიდან დრონების მოქმედების მანძილზე, მათ შორის თავად მოსკოვშიც. ამ ადამიანებმა 4 წელი უყურებდნენ, როგორ დაფრინავენ უკრაინული დრონები მათ ქალაქებზე. ესხმიან თავს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აინთებენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და აჩერებენ აეროპორტებს. რუსეთმა რამდენიმე ქალაქში მობილური ინტერნეტის შეზღუდვებიც კი დააწესა, რათა დრონებს ქსელის სიგნალების ნავიგაციისთვის გამოყენება შეეზღუდათ, რაც აჩვენებს, რამდენად დაბალ დონეზე შეიძლება დაეშვას საკუთარი ძალისხმევის დასაცავად. ამ ეტაპზე შეიძლება იკითხოთ, განა რუსეთს უბრალოდ ადაპტირება არ შეუძლია? განა არ შეუძლია აღიაროს მარცხი, გამოყოს ის რესურსები, რაც თავიდანვე უნდა გამოეყო და უბრალოდ რაოდენობითა და გამძლეობით მიაღწიოს რაღაც სახის გამარჯვებას. პასუხი არის არა და იმის გასაგებად რატომ საჭიროა ამ ანალიზის 4-ვე ასპექტის ერთდროულად გათვალისწინება. პირველი მიზეზი სანქციების მახია და ის დროთა განმავლობაში უფრო ღრმავდება. ყოველი გასული თვე რუსეთის სამხედრო სამრეწველო ბაზას კიდევ უფრო აშორებს იმ ტექნოლოგიურ ზღვარს, რომელიც კონკურენციისთვის სჭირდება. თანამედროვე ბრძოლის ველის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის სისტემები, როგორიცაა დრონები, ხელოვნური ინტელექტი, მართვისა და ელექტრონული ჩახშობის სისტემები. ყველა მათგან სჭირდება ისეთი მოწინავე ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, რომლის წარმოებაც რუსეთს შიდა ბაზარზე მარტივად არ შეუძლია და არც საიმედოდ შემოტანა შეუძლია. დიახ, მას აქვს სანქციების თავიდან აცილების ბევრი სქემა, ძირითადად ცენტრალური აზიიდან და ჩინეთის მიმდებარე რეგიონებიდან. მაგრამ ეს მხოლოდ ზრდის ხარჯებს, რადგან რუსეთი მოლაპარაკებებში გადამწყვეტად არახელსაყრელ მდგომარეობაშია. და ეს სქემებიც კი შეიძლება დაირღვეს, რადგან დასავლეთის მთავრობები აუმჯობესებენ სანქციების აღსრულების მექანიზმებს. მეორე მიზეზი არის ცოცხალი ძალის მათემატიკა, რომელიც ახლა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. რუსეთის გამარჯვების თეორია ყოველთვის ცოცხალი ძალის უპირატესობაზე იყო დაფუძნებული. გააგზავნო მეტი ადამიანი, მიიღო მეტი დანაკარგი და უბრალოდ რაოდენობით დაასუსტო დამცველი. 3 წლის განმავლობაში ეს მოდელი მუშაობდა. რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი სასტიკი იყო, მაგრამ რეკრუტირების ტემპი არ ჩამორჩებოდა. შემდეგ 2026 წლის იანვარში ეს შეიცვალა.
ომის შესწავლის ინსტიტუტის მიხედვით მას შემდეგ რაც სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, პირველად რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელმა რეკრუტირების მაჩვენებელს გადააჯარბა. 2026 წლის მარტში ზელენსკიმ შეაფასა, რომ რუსეთმა დაახლოებით 99,000 ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 80,000-ის რეკრუტირება შეძლო. ღირებულება თითოეული კვადრატული კილომეტრისთვის ასევე კატასტროფული გახდა. უკრაინული შეფასებებით 2025 წელს რუსულმა ძალებმა დაახლოებით 120 ადამიანი დაკარგეს თითოეულ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე. 2026 წლისთვის, როდესაც დრონებმა საბრძოლო ველი დაიპყრეს, ეს მაჩვენებელი გაიზარდა დაახლოებით 313,000-მდე მოკლული და დაჭრილი თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რაც ერთ წელიწადში ორჯერ მეტია. რუსეთი უფრო მეტს იხდის და ნაკლებს იღებს. რეკრუტირება პარალელურად იშლება. 2026 წლის პირველი კვარტალის ყოველდღიური რეკრუტირების მაჩვენებელი 800-დან 1000 ადამიანამდე დაეცა. ეს 20%-იანი შემცირება 2025 წელს დაფიქსირებულ 1200 ადამიანთან შედარებით, როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემების ანალიზი აჩვენებს. კონტრაქტის გაფორმების ბონუსებმა ახალი რეკორდული მაჩვენებელი 1,47 მილიონი რუბლი მიაღწია, მაშინ როცა საშუალო წლიური ხელფასი 1,29 მილიონი რუბლია. მიუხედავად ამისა, მაჩვენებლები მაინც იკლებდა. როცა ფასის აწევა გიწევს, მაგრამ მაინც ნაკლები ადამიანი მოდის, ბაზარი რაღაცას გეუბნება. შემდეგ კი კიდევ ერთი დემოგრაფიული მახია, ადამიანური რესურსების მაჩვენებლების უკან. ის მოსახლეობა, რომელიც რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება, განათლებული, ტექნიკურად კვალიფიციური ახალგაზრდები. სწორედ ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად არ სურს სამსახური. ამის ნაცვლად ახლა რეკრუტების დაახლოებით 40% შედგება მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისგან, პატიმრები, ვალმოხდილი ადამიანები და ისინი, ვისაც სხვა არჩევანი თითქმის არ აქვთ. ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთი აგზავნის 21 საუკუნის დრონების ომში, სულ უფრო მეტად საზოგადოების პერიფერიებიდან ისჩევიან. მაშინ როცა ადამიანები, რომლებსაც ამ სისტემების მართვა რეალურად შეუძლიათ, ტოვებენ ქვეყანას, იძევენ გაწვევას, ან იმალებიან რეკრუტირების ოფიცრებისგან, რომლებიც მათ სამუშაო ადგილებზე მიდიან. მესამე, გვაქვს ტექნოლოგიური და ინოვაციური ასპექტი, რომელიც უკვე განვიხილეთ. უკრაინას 4 წელი აქვს ცოცხალი საბრძოლო გამოცდილების, რომლის განმავლობაში მან განავითარა, დაახვეწა უპილოტო ომის ყოველი ასპექტი. მისმა ინჟინრებმა დიზაინები რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცადეს, სადაც უკუკავშირის ციკლები დღეებში იზომებოდა. მისმა ოპერატორებმა ტაქტიკები შეიმუშავეს, რომლებიც ყოველ კვირას ვითარდება რუსეთის საწინააღმდეგო ზომებზე პასუხად. მისმა მეთაურებმა დრონების დაზვერვა ბრძოლის ველის ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრირეს. ეს ცოდნა არ არის ისეთი, რომ უბრალოდ ფულის გადაკრით მოიპოვო და ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული დასავლური სამხედრო შესყიდვებისა და განვითარების მოდელისგანაც კი. და რუსეთს არც იმდენად მეტი ფული ან ხალხი ყავს, რომ ეს პრობლემა ასე გადაჭრას. 2025 წლისთვის MŠP-ს ზრდა დაახლოებით 1% შეადგენდა. 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობამ თავად შეამცირა ზრდის პროგნოზი, მხოლოდ 0,4%-მდე, ხოლო ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა პირველ კვარტალში, რაც პირველი კვარტალური შემცირებაა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ. ამასობაში რუსეთის 2025 წლის სამხედრო ხარჯები იყო 190 მილიარდი დოლარი, ანუ MŠP-ს 7,5%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 2026 წელს ბიუჯეტი მოსალოდნელი იყო, რომ შეადგენდა ფედერალური ხარჯების დაახლოებით 40%-ს, რაც აგრძელებს სამხედრო სფეროში უზარმაზარი ინვესტიციების ტენდენციას. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოუწიათ სამხედრო ბიუჯეტის შემცირება, რათა აენაზღაურებინათ სხვაობა და აღიარეს, რომ ეს საკმარისი არ იყო. ამის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის რუსეთმა 2026 წლის დასაწყისში გაზარდა დამატებული ღირებულების გადასახადი 20%-დან 22%-მდე. საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც სამხედრო ხარჯებით გამოწვეულ ინფლაციასთან საბრძოლველად 21%-მდე გაიზარდა, ახლა დაახლოებით 16%-მდე ჩამოვიდა, რაც ფაქტობრივად სამოქალაქო ეკონომიკისთვის დამანგრეველია. და სტრუქტურული პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი კონკრეტული მაჩვენებელი. სამხედრო სამრეწველო ინვესტიციები შთანთქავს შრომას, კაპიტალს და ნედლეულს ყველა სხვა სექტორის ხარჯზე. რუსეთში შრომის დეფიციტს ის ფაქტი აჩვენებს, რომ ოფიციალური უმუშევრობის დონე მხოლოდ 2,2% შეადგენს. ეს მაჩვენებელი თითქოს კეთილდღეობაზე მიუთითებს, მაგრამ რეალურად ასახავს იმას, რომ ქვეყანაში აღარ დარჩა თავისუფალი მუშახელი. სამოქალაქო ეკონომიკაში იმ ნაწილში, რომელსაც რუსეთი გრძელვადიან ომში უნდა შეენარჩუნებინა, მხოლოდ სოფლის მეურნეობამ და წარმოებამ აჩვენა სტაბილური ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარში. ყველაფერი დანარჩენი ან სტაგნაციას განიცდიდა, ან შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია მთავარი არგუმენტისთვის, რადგან ის კარს უკეტავს იმ შესაძლებლობას, რომელსაც რუსეთი შესაძლოა სხვა შემთხვევაში გამოიყენებდა. ქვეყანა, რომელსაც ჯამთელი და მზარდი ეკონომიკა აქვს, შეუძლია აიტანოს გრძელვადიანი ომის ხარჯები, განავითაროს საცალო ვაჭრობა, დააბანდოს ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში და მოიზიდოს საჭირო კადრები. რუსეთი საპირისპიროს აკეთებს. მისი ეკონომიკა მცირდება. სამხედრო ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებულობს, მიუხედავად იმისა, რომ ომი გრძელდება. მისი სამოქალაქო ინდუსტრიები იცლება, რადგან იმავე ადამიანებს, რომლებიც იქ უნდა მუშაობდნენ, იძულებით ითრევენ და ომში აგზავნია.
მეოთხე მიზეზი სტრუქტურულია და შესაძლოა ყველაზე ფუნდამენტურიც. რუსეთის სამხედრო ძალა ჯერ კიდევ ცდილობს ღრმა ბრძოლის დოქტრინით იომოს, საბჭოთა მეთაურობის სტრუქტურებით. მაშინ როცა მოწინააღმდეგემ სპეციალურად მოირგოს საკუთარი თავი ამ მოდელის ყველა სისუსტის გამოსაყენებლად. ცენტრალიზაცია, რომელსაც რუსული დოქტრინა ითხოვს, არის სისუსტე, რომლის მიზანში ამოღებაც უკრაინამ კარგად იცის. საჰაერო უპირატესობა, რომელსაც რუსული სახმელეთო ოპერაციები ეფუძნება, უკრაინის თავზე უკვე 4 წელი არ არსებობს და არც იარსებებს, მანამ სანამ უკრაინას ექნება საზენიტო რაკეტები და მოქმედი სამრეწველო ბაზა მათი შესაცვლელად. და მიუხედავად იმისა, რომ ნატო პასუხისგებელია სანქციებზე, რომლებიც რუსეთს ზოგიერთი არასმიბერთი იარაღის მიღების საშუალებას არ აძლევს, რუსეთი ამ ომს ნატოს გამო არ აგებს. ის ომს არ აგებს. დასავლური იარაღის, უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის, ზელენსკის ან სხვა რომელიმე ფაქტორის გამო, რომლებიც ამ კონფლიქტის შესახებ ძირითად დისკუსიებში ჭარბობს. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მიზეზი კი არა, შედეგებია. რუსეთი აგებს იმიტომ, რომ 2022 წლის თებერვალში მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ხელმძღვანელებმა შეხედეს საკუთარ არმიას, შეხედეს უკრაინას და გადაწყვიტეს, რომ მისი დაპყრობა შეეძლოთ საკუთარი ძალების მცირე ნაწილით, ერთკვირა დღეში. ისე რომ არ გამოეწვიათ ისეთი საერთაშორისო რეაქცია, რომელიც მათ ტექნოლოგიურ რესურსებს გადაუკეტავდა. ისინი სამივე საკითხში ერთდროულად შეცდნენ და ამ სამმა შეცდომამ ერთმანეთი გააძლიერა ისე, რომ შედეგები კატასტროფული და შეუქცევადი აღმოჩნდა. ის ძალა, რომელიც მათ გაგზავნეს, ნამდვილად არ იყო საკმარისი სწრაფად მოსაგებად. მოწინააღმდეგე, რომელსაც ისინი შეეჯახნენ, აღარ იყო ის ცარიელი პოსტსაბჭოთა ნაჭუჭი, რომელიც 2014 წლიდან ახსოვდათ. და საერთაშორისო რეაგირება უფრო მასშტაბური და უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე მათ გათვლილი ჰქონდათ. თუნდაც ერთ ამ სამიდან მართალი რომ ყოფილიყვნენ, სტრატეგიული შედეგი შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ სამივეში რომ შეცდნენ, ეს ნიშნავდა, რომ გამოსავალი აღარ ჰქონდათ. იმ დროისთვის, როცა რუსეთმა თავისი შეცდომის მასშტაბი გაიაზრა, უკვე ომს აწარმოებდა, რომელშიც სრული ძალებით უნდა ჩართულიყო, იმ პირობებში, რომლებსაც მისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე ცდომა არ ჰქონდა. ის ცდილობდა ებრძოლა 21 საუკუნის დრონების ომი 20 საუკუნის სანქციების რეჟიმის პირობებში, სამხედრო დოქტრინით, რომელიც მოწინააღმდეგეზე იყო მორგებული, რომელიც უკვე სხვაგან იყო წასული, და სამეთაურო კულტურით, რომელიც ძალიან მკაცრი იყო იმისთვის, რომ ბრძოლის ველის მოთხოვნილ სისწრაფესთან ადაპტირებულიყო. ეს არ არის პრობლემა, რომელსაც მეტი ცოცხალი ძალით გადაჭრი. ეს არ არის პრობლემა, რომელსაც მეტი დრონით, მეტი რაკეტით ან იმით გადაჭრი, რასაც რუსეთი ამჟამად აწარმოებს. ეს არც ის პრობლემაა, რომელსაც დროით გადაჭრი, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის, უკრაინა მით უფრო წინ მიდის. ყოველ თვე უკრაინის დრონების ინდუსტრია უფრო ძლიერდება, მაშინ როცა რუსეთს სულ უფრო უჭირს იმ ტექნოლოგიებზე ცდომა, რაც სჭირდება. გამოფიტვის მათემატიკა უფრო და უფრო უკრაინის სასარგებლოდ იცვლება და შესაძლოა რუსი საზოგადოება ნელ-ნელა უფრო ეჩვევა დრონების იერიშებს, აეროპორტების დახურვას და ნავთობის ხანძრებს და თანდათან ნაკლებად ესმის, რას უნდა მიაღწიოს ამ ომმა სინამდვილეში. რაც გვაბრუნებს იმაზე, რომ მოსკოვი ამიერიდან აღარასდროს იძინებს. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია რუსეთის დედაქალაქზე სურვილი სამებრ მიიტანოს იერიში, მასშტაბურად დააზიანოს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა და ანგრიოს რუსეთის ლოგისტიკური ჯაჭვები. 160 კილომეტრით ფრონტის ხაზის უკანიდან უკრაინა ანადგურებს რუსეთის მიერ გაგზავნილი იერიშის დრონების 90%-ზე მეტს, მათი წარმოების ღირებულების მცირე ნაწილად. ამ ყველაფერში გარკვეული ირონია. რუსეთი არ დამარცხდა იმიტომ, რომ უკრაინაზე სუსტი იყო, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ძალაში ზედმეტად იყო დარწმუნებული. რუსეთს ჰყავდა არმია, რომ სწრაფად მოეგო, მაგრამ გადაწყვიტა არ გამოეყენებინა იგი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ომი ჯერ კიდევ გრძელდება და სწორედ ამიტომ არ დასრულდება ისე, როგორც პუტინს სურდა. და პუტინისთვის ეს შეიძლება ბევრად მეც ნიშნავდეს, ვიდრე უბრალოდ წაგებულ ომს. დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ყოველდღიურად მიიღოთ ანალიზები და სიახლეები გლობალურ გეოპოლიტიკაში.